სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა იმ პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის განკარგულებით ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1,500,000 ლარი დაიხარჯება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები სოფლებში მოსახლეობასთან, კრებებისა და კონსულტაციების ფორმატში. საქართველოს მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 930,000 ლარი. მოქალაქეები ინტერესდებიან, აქტიურად არიან ჩართულები, ხდება იმ პროექტების შერჩევა, რომელიც სოფლის განვითარებას ემსახურება. ეს პროგრამა აერთიანებს სოფლის მოსახლეობის საერთო ინტერესს, გამოხატავს საერთო აზრს და კეთდება ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ყველასთვის, სოფლის მაცხოვრებლებისთვის, აბსოლუტურად ყველასთვის მისაღებია და შესანიშნავი. დღეს მოხდა ნაყოფიერ შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან, დაიგეგმა პროექტები და ძალიან კარგია, რომ დაინტერესდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ასეთი შეხვედრებით.